ქალბატონ მზიას კიდევ ერთხელ მინდა სოლიდარობა გამოვხატო, ჩვენი ორგანიზაცია თანამშრომლობდა გაზეთთან, მქონდა გარკვეულწილად თანამშრომლობა და ის მომენტი, რაც გუშინ წინ მოხდა ადვოკატი, როდესაც შევიდა და საჭმელი იყო იქ, ეს იყო ჩემთვის პირადად კიდევ უფრო უარესი, ვიდრე სხვა რამე, იმიტომ რომ გამახსენდა 90-იანი წლები, როდესაც საჭმელი არ გქონდა ბავშვებისთვის, რომ გვეჭმია და მახსოვს ხორცს რო ვაკეთებდით სახში, ბებია ფანჯარას ხურავდა, რომ სუნი არ გასულიყო, რომ მეზობელს არ გაეგო, რომ იქნებ ვინმეს შია და მოშიმშილე ადამიანს, რომელიც უკანონოდ არის დაპატიმრებული, ხო, მე მინდა ადამიანებს მივმართო, რომ წარმოიდგინეთ ადამიანი გამოუშვეს და უცებ გამოვიდა და დაარტყა პოლიციელს, ანუ აი რატო უშვებეთ ადამიანები, ვინც უშვებს, ხო, ამას. შესაბამისად, ამ ადამიანს შეელახა ღირსება, ხო, და ამ ღირსებას იცავს, თავის ღირსებას პირველ რიგში და იმ პოლიციელს თუ კაცს თუ არ ვიცი ვინ არის მისი სახელი, მინდა ვკითხო როგორ ზინავს საერთოდ რა და როგორ შეიძლება ეძინოს კაცს, როდესაც მისი გულისთვის ქალი ზის ციხეში და თუ ჩვენ ვსაუბრობთ რაღაცა ღირებულებებზე და ლოყაზე მოხვდა რაღაცა ხელი, რატომ მეორე ლოყა არ შეუშვირა. და მაინტერესებს კიდე კაცისთვის რომ იგივე გაეკეთებინა ამ პოლიციელს არ მინდა ახლა ვთქვა ხო ის უღირსის მისი საქციელი როგორ მოიქცეოდა კაცი ლოყაზე მოარტყავდა თუ სხვა უფრო უარესად გაღიზიანდებოდა სხვა ძალადობასთან გვექნებოდა საქმე. ამიტომ ჩემი სოლიდარობა მზია მაღლობელს და არა მარტო მათ, ზოგადად ჟურნალისტებს, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ის რა ვითარებაში დღეს მუშაობენ, ეს არის გმირობის ტოლფასი.